შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე საზოგადოების სისტემატური ინფორმირებას გახსნილი დანაშაულის და დაკავებული პირების შესახებ. სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ფაქტები გამოავლინეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დაკავებულია 55 პირი, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია. ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობის, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალების გასაღების საქმეში იყვნენ ჩართულები. კერძოდ, სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით შემდგომში რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ლოკაციებზე ანთავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. უღებდნენ ფოტოებს, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალებების შეძენით დაინტერესებულ პირებს. სამართალდამცავებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე მათი ავტომანქანებისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. სამართალდამცავების მიერ ასევე ამოღებულია მარიხუანის კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა. კერძოდ, სპეციალური ულტრაიისფერი სანათები და ტენტები. ასევე ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთი პირისგან ამოღებული ასევე ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდით და 26 ვაზნით. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.